როგორ გტესტავს ქალი პირველივე თქვენს შეხვედრაზე, ან თუნდაც მიმოწერაში. პირველ რიგში მამაკაცმა სწორად უნდა შეძლოს ქალის კითხვებზე პასუხის გაცემა. და რა მაგალითებსაც მოვიყვან, მანდ უშუალოდ შინაარსია მთავარი და ეცადეთ კარგად გაიაზროთ. იცით როგორ ტესტავს ქალი მამაკაცს, რომ გაარკვიოს თუ რამდენად არის ის მენტალურად მომწიფებული. ის ისეთ კითხვას გისვამს, რომელზეც მხოლოდ ორნაირი პასუხის გაცემა შეგიძლია. თავისთავად სწორის ან არასწორის. მაგალითად, შენ ძუნწი ხარ თუ ხელგაშლილი. რა უნდა უპასუხო ამ დროს? სინამდვილეში რაც არ უნდა უპასუხო, ყველა ვარიანტში ქალი უფრო მაღლა დგას. იმიტომ რომ მაგ მომენტში ის იკავებს შენ ფასებლის პოზიციას, ის გაფასებს შენ და არა შენ მას. მე მეცაც გეტყვი. თუ ძუნწი ხარ, მაგით რისკავ რომ დაკარგო ქალის დაქვემდებარება. ხოლო თუ ხელგაშლილი ხარ, მაშინ რა კარგია რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. მოდი ახლა ეგ გადავამოწმოთ. მსგავსი ტიპის კითხვების მთელი სიწმიერე იმაში მდგომარეობს, რომ ქალი ორ უკიდურეს ვარიანტს გთავაზობს. საიდანაც ან წუწურაკი გამოდიხარ, ან მეცენატი. და არავის უნდა რომ იყოს არც ერთი და არც მეორე. და მაგ კითხვის ფორმულირებაში არანაირი შუალედური ვარიანტი უბრალოდ არ არის. ქალი კი იკავებს მკაცრი მასწავლებლის პოზიციას, რომელმაც შენი პასუხის მიხედვით უნდა დაგიწეროს შესაბამისი ქულა. და თავისთავად გულჩვილ მამაკაცთა მთელი ბატალიონი ასე ფიქრობს, რომ თუ ქალი მე მაღალ ქულებს დამიწერს, მას მაგის გამო ვეყვარებიო. და თავისთავად ეგ არ არის მასე. ქულებს უწერენ იმას, ვინც უფრო სუსტ პოზიციაშია. ქალს კი მასზე სუსტი მამაკაცი ფიზიკურად ვერ ეყვარება, უბრალოდ მისი ბიოქიმიური სტრუქტურიდან გამომდინარე არ შეუძლია ეგ. და აქ საქმე საერთოდ არ არის ფულში. შემიძლია და ვუყიდი მე მას რამეს თუ არა. შემიძლია კიდევაც და ვუყიდი კიდევაც, რა თქმა უნდა თუ ეგ მე მომინდება. მაგრამ მაგის გამო მე ქალისგან რეპუტაციულ ქულებს არც ველოდები და არც მჭირდება. ეგ უბრალოდ ჩემი კეთილინება იქნება. მოკლედ, მსგავსი რაღაცების დროულად აღმოჩენა არის საჭირო და მაგ საკითხის მომენტალური გადაჭრა. როგორი პასუხი იქნება სწორი მსგავს კითხვაზე, ძუნწი ხარ თუ ხელგაშლილი? დაახლოებით შემდეგი შინაარსით უნდა უპასუხო. ყველაფერი ქალზე არის დამოკიდებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საკითხს დაუბრუნდებით თბილის საუზმის, ან ვახშამის შემდეგ. და შენ საერთოდ რამდენად გეხერხება საჭმლის კეთება? გიყვარს თუ არა ადამიანზე ზრუნვა? ანუ აქ უკვე ჩვენ ვიკავებთ შენ ფასებლის პოზიციას, ეს არის გარკვეული დომინირების ინვერსია. და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მან თვითონე დაიწყო ბრძოლა წესების გარეშე. ამავდროულად იმასაც ვანიშნებთ, რომ აქ ფსევდოქველმოქმედებით არავინ აპირებს, რომ დაკავდეს. ლოხი აქ არავინ არის. და ქალს ეგ მოსწონს. მოსწონს, როდესაც მამაკაცი არ არის თოჯინა, რომლითაც როგორც მას უნდა ისე ითამაშებს. და ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ მთელი ეგ დიალოგი არ უნდა შეიცავდეს არანაირ ნეგატივს. ძალიან მშვიდად და ღიმილით უნდა ქნა ეგ ყველაფერი. არსებობენ მამაკაცები, რომლებიც სრული სერიოზულობით ფიქრობენ, რომ თითქოს და ქალები გიждდებიან ისეთ მამაკაცებზე, რომლებიც მათ ყველაფერს უკეთებენ. თავისთავად ეგ არის სრული სისულელე. ქალი გიждდება ისეთ მამაკაცზე, რომელიც სახეზე ღიმილით მას ინტელექტუალურად აჯობებს. თავისთავად ყველანაირი ზეწოლისა და კამათის გარეშე. და ის ვარიანტი, რომელსაც მე გთავაზობ, ზუსტადაც მაგას შეიცავს. მე არ ვიწყებ მის მკურნალობას, რომ ის არასწორად ცხოვრობს, არასწორად აზროვნებს. თუ შენ ამით დაკავდები, უბრალოდ დასრულდება ეგ თამაში. და შენ თავისთავად წაგებული ხარ. ზუსტად მაგავე შაბლონით შეიძლება ქალმა გკითხოს, რამდენად ეჩვიანი ხარო. ეს კითხვაც ავტომატურად ისევ ორ უკიდურეს პასუხს გულისხმობს. თუ ეჩვიანი ხარ, ესე იგი დაკომპლექსებული მამაკაცი ხარ, რომელიც არ არის თავდაჯერებული. თუ არ ხარ ეჩვიანი, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერი რამ აკეთოს და აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია. ამ კითხვით ქალი ისევ გართმევს გონივრული პასუხის გაცემის საშუალებას. მაგალითად, რანაირი პასუხის გაცემა შეიძლება მსგავს კითხვაზე? მე ვერ ვხედავ აზრს ეჩვიანობაში, რა აზრი აქვს ეჩვიანობას? რატომ უნდა ვითმინო დისკომფორტი? ჩემი ქალი ისე ვერ მოიქცევა, რომ მე მაეჩვიანოს. და თუ მოიქცევა, უბრალოდ დაკარგავს ჩემს დაქვემდებარებას. და არანაირ ტრაგედიას არ ვხედავ ამაში. მურჩა, სრულიად საკმარისია ასეთი პასუხი. შემდეგ კი, ქალი რომელიც შენს წინ ზის, ხვდება რომ მსგავსი თამაში შენთან არ გამოვა, სარისკოა. იმიტომ რომ შენ მოქმედებისთვის ხარ მზად. და რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ძალიან პრობლემური ქალთა კატეგორია, რომლებიც კიდევ უფრო ეცდებიან შენს პროვოცირებას. შეიძლება გითხრას, რომ მე ბიჭი მეგობრები მყავს და რა ხდება ახლავ. არც არაფერი რა უნდა ხდებოდეს. უბრალოდ ვიზიარებ მათ მდგომარეობას. შენ საკმაოდ მიმზიდველი ქალი ხარ. ისინი კი ვერაფერს გიშვებიან გარდა შენთან მეგობრობისა. კარგი, მოდი დავანებოთ თავი მაგ დრამატულ სცენარებს. მე და შენ სულ სხვა ისტორია გვაქვს.
იმედი მაქვს მიხვდით ლოგიკას. არ უნდა გადაიქცე არც ვიღაც ლოხად, რომელიც იტმენს და იტანს ყველაფერს. თუ შენ გაჩუმდები, ან თავს დაუქნევ, რომც დაიწყოთ ურთიერთობა მომავალში, ქალი მაგას აუცილებლად გაგიხსენებს. შენ ხომ ამბობდი, რომ არ ხარ იჩვიანიო? შენ ხომ იცოდი, რომ მე ბიჭი მეგობრები მყავსო? და თავისთავად არც მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდე. არ უნდა დაუწყო არაფრის მტკიცება და ჭკუის სწავლება. მაგ მეთოდით გარანტირებულად მოუკლავ ქალს შენს მიმართ ინტერესს და გადაიქცევი ტვინის მბურღავად. ამიტომ გულჩვილი მამაკაცი ფიქრობს თუ რა თემები შევარჩიო, რომ ქალს ესიამოვნოს შეხვედრისასო. ჭკვიანი მამაკაცი კი ხვდება, რომ ის კი არ არის მნიშვნელოვანი თუ რაზე ისაუბრებს. ის არის მნიშვნელოვანი თუ როგორ ისაუბრებს. ის ხვდება, რომ ქალი მას გატესტავს. იმასაც ხვდება, რომ შეიძლება მისი პროვოცირებაც მოახდინოს. ამ ვიდეოს მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც შეხვედრაზე მიდიან იმ შინაგანი განწყობით, რომ მისი პარამეტრები დაანახონ ქალს. ანუ მე გიორგი მქვია, დავიბადე ქალაქ თბილისში, აი ამდენი მაქვს გარბენი, არ ვარ დანარტყამი, არც ჩანაწირი ვარ, კარგი ბიჭი ვარ და ოჯახის შექმნა მინდა. შემდეგ კი ელოდებიან შევუყვარდები თუ არა ქალსო. ამ მცდარმა მიდგომამ ძალიან ბევრი მითი გააჩინა. მაგალითად, რომ ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებთ. დიდრები კი ამბობენ, რომ ქალებს მხოლოდ სიმპათიურები აინტერესებთ. სიმპათიურები კი ამბობენ, რომ მხოლოდ ახალგაზრდები აინტერესებთ და ნუ ასე უსასრულოდ. ქალს რაღაც პარამეტრი კი არ სჭირდება. ქალს უნდა, რომ მამაკაცმა შეძლოს მის ემოციურ შემადგენელზე და მის მსოფლმხედველობაზე გავლენა. რაზე მაქვს საუბარი? მაგალითად, შენს ცხოვრებაში ხდება რაღაც უსიამოვნო, კრიზისული მომენტია. შენ ხვდები შენს ძმაკაცს. თუ მისი ემოციური ინტელექტი არ არის მთლად კარგად განვითარებული, მაქსიმუმი რისი თქმაც მას შეუძლია არის შემდეგი. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა, რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი კარგად იქნება, უარესებიც ხდება და ნუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის დამაჯერებელი. რას გრძნობ მაგ დროს, როდესაც მსგავს ისმენ? სინამდვილეში კი არ გეშვება, კიდევ უფრო ცუდად გრძნობ თავს. ფიქრობ, რომ ჯობდა საერთოდ არც ეცა და ჩემი დამშვიდებაო. ჯობია წავალ სახლში და მარტომ გავუმკლავდები. ხოლო თუ მას კარგად აქვს განვითარებული ემოციური ინტელექტი, ის სწორ სიტყვებს შეარჩევს, სწორ არგუმენტებს შეარჩევს, რომ ახალი გზა დაგანახოს, რომ მაგ მოვლენის პლუსები დაგანახოს. და შენ თავისთავად იმ მომენტშივე უკეთ იგრძნობ თავს. და ზუსტადაც ასეთ ადამიანებს ვეჭიდებით ჩვენ და არ ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან. და ქალსაც ზუსტადაც ეგ ყველაფერი სჭირდება. ხოლო მაგ ყველაფრის გადამოწმება შეუძლია მხოლოდ მასეთი მზაკრული პროვოკაციებით, რომლებიც შენ შეიძლება საერთოდ ვერც კი შეამჩნიო. მე მესმის, რომ შენ რაღაც მზას გემები, მზა შაბლონები გინდა. და კიდე ისიც განაულებს, რომ თქვენს დიალოგში უხერხული პაუზები არ იყოს და ამიტომ ბევრი თემები უნდა მოიმარაგო, რომ სულ რაღაცებზე ესაუბრო ქალს და მაგ ისტორიებით მოხიბლო. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სიბრიყვეა. და ამას ასე პირდაპირ და გულწრფელად იმიტომ გეუბნები, რომ დროა შეწყვიტო მსგავსი აზროვნება. იმიტომ რომ იქამდე სანამ მასე აზროვნებ, არანაირ ძლიერ პოზიციაზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ზუსტად ამ მიზნით გთავაზობ ვიდეო კურსების სწავლას, ამ საკითხის თეორიულ შემეცნებას და შემდეგ პრაქტიკაში მაგ ყველაფრის სწორად დამკვიდრებას. თეორია და პრაქტიკა არის ის, რაც შენ მენტალურად რეალურად გაგზრდის. სხვა ყველაფერი კი არის იმიტაცია და მეტი არაფერი. იმიტაცია კი არ არის პროგრესი. იმიტაცია არის საკუთარი თავის მოტყუება. მოკლედ, ვიდეო კურსების ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე. არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს.